გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურეთ BBA Royals. დღეს ტაისონთან და ჩემდასთან ერთად ვარ წამოსული ტყეში. გვექნება მაგარი ლაშქრობა. უბრალოდ ბევრი უნდა ვიაროთ. რომ ვიპოვოთ რაიმე კარგი ადგილი. გასაჩერებლად რომ დიდი ტენტიც გავშალო. მეგობრებო, ვერ მოვასწარი, ვერც გადაღება და კარგად ვერ დავინახე, მაგრამ ტაისონი გაეკიდა რაღაცას, აი პირდაპირ. კარგად ვერ დავინახე, იმიტომ რომ აი აწყვეტილი მისდევდა რაღაცას. სავარაუდოდ ერთი ტურა იქნებოდა. იმიტომ რომ პატარა რაღაც არ ჩანდა, ტაისონის წინ მირბოდა და საკმაოდ მოძბილად დავინახე. რაღაც მონაცრისფრო შეფერილობის რაღაც და მირბოდა და მერე გვერდით ჩააჭრა. ამას ვეძახი და მერე გაჩერდა და გვერდით აკვირდებოდა რა. ძალიან უწვიმია როგორც ჩანს წინა დღეებში. წყლის კვალია სულ. ეს კარგი ის არის მეგობრებო, რომ ძლიერი ქარია ძალიან რა. ხო და ყოღუები იმდენად არ არიან, ქარში ვერ ქაჩავენ, მაგრამ აი როდესაც ქარი ჩერდება, ეგრევე მოდიან, ამიტომ სპრეი წამოვიღე, ამას ვიყენებ. მესამე ზაფხულია უკვე, მამა მიყიდა, არც დამცლია ისე. ხო და დავისხავ მაინც. ნია ესე წაისმა შენ, ხო გახსოვს? აბა იხა მომეკარეთ. დღეს ეს ტენტი წამოვიღე One Wind Outdoors-ის 3-3-ზეა, 3 მეტრი 3 მეტრზეა და ამას გავჭიმავ ისე რომ ასე თუ ისე ქარი დავბლოკოთ. წინ მემექნება მერე კოცონი. იმ დღეს ჩემი Beaver Crafts-ის ნაჯახი, რასაც ქვია, დავამუშავე რა, გავაკრიალე, ტყავიც. შეხედეთ. ტარიც დავამუშავე, სულ გავაკრიალე, შეხედეთ რა მაგარია. თვითონ ნაჯახის პირი. აქ იმდენი ის ქონდა ჩამჯდარი ტყის მთელი ეს გამოყენებული რაც იყო ჭუჭყი რა. უბრალოდ ძალიან გაკრია და ძალიან გალამაზდა. ახლა მენანება გასურა. თავს მოუმგვალებ, რომ ეს არ გააფუჭოს. კამერის დასაყენებლად მივდივარ. გახსოვთ აქ პატარა გუბერო იდგა. ნია, იცი როგორი ადგილი არის? ეხლა რაღაცა ნიანგი უნდა მოხდეს და ჩამიცრიოს. რამხელა წყალია დამდგარი აქეთ უკვე. არა და აი იმ ხესთან, აი სადღაც აქეთ უკვე
აი მქონა კამერა დაყენებული, აი ეს მოტეხილი ის რო არის ტოტი. ახლა მოვიფიქრებ კარგად, აი რო რამე ამ ხეზე დავაყენებ კამერას. ისე რომ ამ წყალს კარგად უყუროს. და თუ რაღაც ესტუმრება აქაურობას, კამერა გამოიჭეს. კარგად უნდა დავიფიქრდე ადგილზე რა. გადაწყვიტე რომ იქიდან ნაპირზე დავაყენო. უფრო მეტი შანსია რაღაცის გამოჭერის. ორი წყალში არ მოყვა თავი. აი აქ ნავალიც არის. აქეთ ამ ხარისას. აი ამ ხეზე დავაყენებ თვითო. და აი ამ ტერიტორიას თნიანად გადაუღებს. აუ სამწუხაროდ მეგობრებო, ელემენტები მოკვდა. ამ ელემენტებს ხმარობ მეგობარმა მირჩია. აქვია Energizer. აი ელემენტებია და მთელი ზამთარი ვიყენებდი და რავი, ზამთრის მერე კამერა არც გამომიყენებია ისე. აი მქოხში გამოვიყენე, ხავსების ქოხი რომ აქვს და მაშინ არ იყო დამჯდარი და არ ირთვებოდა, ესე იგი დამჯდარი არის. აუ ძალიან ცუდი. არა და დღეს მუღამი მქონდა. კარგი. ამ დღეებში ელემენტებს შევცვლი. აქ დავბრუნდები და დავაყენებ ისე. აუცილებლად თან. მომიცი? არ გადამიგე. რამდენი წყალი იდგა მეგობრებო, იცით? კიდე სხვაგანაც რა, სადაც პატარა ჩაღმავებები არის, სულ ესე წყალი დგას. ჩემი წყლის ფილტრი, ხო იცნია? ეგ რომ ქონოდა ახლა დავაგემოვნებდი მაგ წყალს. მაგას დროს ჭირდება? არა, ეგ პირდაპირ თავშივე უყენია ფილტრი. ეგრევე მოგინდა წყალი, აავსე, დალიე. ესენი მექნება თავიდან დასანთება და ხა მინდა წვრილები. შორის მეგობრებო, ახლა ტყეში მაგრად ციო. უბრალოდ მე რაც მქონდა ერთადერთი მოსაცმელი წამოღებული, მიასაცვია, იმიტომ რომ თვითონ ძალიან ციო. ეს გინდა? შენ ყოველთვის ის ტოტი გინდა, რაც ხელში მიჭირავს. ეს ტრადიციაა. იდი. აი დიდი შეშა.
ეს წე ძალიან მიყვარს რა. ყოველთვის გამორჩეული ადგილი არის. ნუ ორ სეზონზე მაქვს ნანახი. ზამთარი, ზაფხული. უკვე ზაფხული არა. ზეგ იწყება ზაფხული და ზაფხული დავარქოთ. აი კამერის ელემენტებს რო გამოვცვლი. არ ვიცი აქეთ კიდე როდის მოხვდები, როდის წამოვარ. მაგრამ კამერის ელემენტებს რო გამოვცვლი, დავაყენებ და რატომღაც იმედი მაქვს, რომ შველს დავაფიქსირებ. ნახოთ, აქ ძალიან ბევრი შველია. და რაც შეეხება მეგობრებო, ადრეც მithქვამს ვიდეოში და აქაც გავიმეორებ. ხშირად სადაც დავდივარ ხოლმე არ ვასახელებ ადგილებს და ამას აქვს მარტივი მიზეზი. ბევრგან შველია, ბევრგან სხვა ცხოველები არიან, ტურები, მელა, კურდღელი. და არ მინდა რომ ბრაკონიერები დადგნენ, უყურონ ჩემ ვიდეოებს, გაიგონ, აგერ მე ამხლა ამ ტყეში ვარ, აქ შველია, მოვიდეს მე ვიღაც და მოკლას. ძალიან მარტივი საქმე იქნება ეგ მაგათთვის. და სამწუხაროდ ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ბრაკონიერიც არის. იმედი მაქვს მათ წინააღმდეგ კანონი უფრო გამკაცრდება და კონტროლი ტყეების. ამიტომ მეგობრებო, ადგილებს არ ვასახელებ ხოლმე, თუ რაღაც ისეთი ადგილი არ არის, რომ რაღაც ისეთი ჩანს, რომ ისედაც მიხვდებით. მაგალითად, სადღაც ტბაზე რო ვიყო, თავისთავად მიხვდებით, რომ კონკრეტულ ტბაზე ვარ, ბევრი მიხვდება და რო რამე დაწერენ მაინც. და მე სიცოდეთ მეგობრებო. აქ მაქვს ამოღებული დღეს საქონლის არტალა. ძალიან მაგარ რაღაცას მოვამზადებ. აი ამას ცალკე, ნუ საერთო ჯამში ხორცი და ეს ძვალი თავისი ძვლის ტვინით ერთად მომზადდება, მაგრამ ცალკე იქნება. მერე აჯიკაია სვანური მარილი და მე ტაფაშიო შეწვის დროს მოვაყრი ორეგანოს. იცი რა ფრინველია ახლა ხომ რო ისმის. ჩხიკლი. აბა გავახუროთ ჩემი მაგარი ტაფა. ორეგანო დაამშვენებს ჩვენი არტალას. რაო ტაისონ ვეღარით მე. მოიცა? ჯოხი მანამდე მოდი. სანამ საჭმანზე მივალთ.
მოხდება, რასაც ვაპირებ. ნია შეშამოგაკ. ნიას ესეთი იდეა მოუვიდა გვალავაშზე. უფრო რო გამაგრიეს ასეთ ფორმაზეა. არ ვიცი, შეიძლება. სადოთ. აქ მზად მოხს ყველაფერი. აქ დოგვი უნდა წავუსვა მეგობრებო დღეს. ეს არც ვიცოდი ნია მე. ისე ეგეც დავადო ზემოდა? აქეთ ხარის დადი და მაინც გონია. დოგი გავსინჯე და საკმაოდ აი დოგვი არის ნაღდი რაც ხარე და ამიტომ მაგას ისე მოусმევ ზემოდან. ახლა ჯერ გავუშვებ ძირს ხახს. რაც შეეხება იმას რომ ლავაშები ძირსაწყვი არ ვიცი იმას თუ პრეტენზია გექნებათ. მე ტყეში ასეთ რაღაცებზე პრეტენზია არ მაქვს. სავარაუდოდ კენია, იმიტომ რომ ხალხი ხო ხედა მარტო 4 ეტა. პომიდორი არ გინდა. რა? ბოლომდე. არა, ეს ბევრი პომიდორია და დაასველებს მე. ანუ არ გეგონოთ რომ კონკრეტულად ტაკოს ვაკეთებ. ისე უბრალოდ მაქს ტილში ვაკეთებ რა. ლეხური ტაკოა რა. ხო. აუ ნია ეს იქნება სასწაული. ნახე როგორი წვენი აქვს ჩამდგარი შეგნით. ზურის წვენი. არ გინდა ნია? არა. შეხედე? აუ რა კაია. დნება რასაც ქვია. მოგიჭრი და გასინჯე. გასინჯეო. შანსი არა რომ არ მოგეწონოს. აუ რა უცხო გემო აქვს. ძალიან მაგარი. თითქოს სანელებლები აქვსო. ძალიან მაგარი რაღაცა. ხო ეხა სვანური მარილი ხომ მოვაყარე? ой. მარა. თვითონ ის არ მოგეწონა სტრუქტურა. კი. თითქოს კონს ჰგავს, მაგრამ უკეთესია. კონს წაგავს იმით რომ რბილია. და ცხიმიანი. ხო. ნიტა ვარჯიშის მერე აი ესეთი რაღაცები მხვდებოდეს ხოლმე მანქანაში. თან მანქანაში. ხო. აუ მეგობრებო, ძალიან მაგარი იქნება დარწმუნებული ვარ. ეს ხორცი გასაქცევოდი. არ გაჩერდა არც ერთ ჯერზე. იფ რა კარგები გამოვიდა. დოგვი უნდა მოვასხა ჩემსას. მეგობრებო, აი. დოგვის სიცხარეს აქვს თავისი მუღამი. მეგობრებო, აი უგემრიელესი იყო რა.
ნია ეს იცი როგორ იქნება ძალიან მაგარი. სტეიკი, ოღონდ კიდევ უფრო რბილი. აი მე და გეგა რომ ჩემი ახალი კარვით და ღუმელით რომ პირველად ვიყავით სალაშქრო წასულები, მაშინ გამოვიდა ურბილესი სტეიკი რა. ეგეთი სტეიკი ძალიან წვრილად უნდა დაჭრა. ესე კუბიკებად არა, აი ძალიან წვრილად. ეს ბოსტნეული და რაღაცეების წვრილად. ამას კიდე მწვანილი მოუხდება, მაგალითად ოხრახუში. ჩემი აზრით. დოგვი ძალიან მოუხდა. ხახვი მოუხდება კიდე. თვითონ ხახვი. რაც საუსი უნდა რაც შეკრავს რა. ხო, საუსიც კაი იქნება, მაგრამ მე ხო აი მაიონეზს და კეტჩუპს და ეგეთებს რო. რამე ისეთი სახლში გაკეთებული соуსი კაი იქნებოდა. ტომატის რა. კეტჩუპი ხო, სახლში გაკეთებული და აი უსაოცრესი გამოვა რა. მოკლედ ძალიან გემრიელი იყო. ისე მეგობრებო, აქვე შეგახსენებთ თუ არ გინახავთ წინა ვიდეო, განსხვავებული იყო ცხოვრებაში პირველად ვცადე კედელზე ცოცვა და შევეჭიდე 40 მეტრიან საცოც კედელს. აი როგორ ჩაიარა ამ ამბავმა, შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩემ არხზე და წინა ვიდეო ნახოთ. მომე ტაისონ. ტაისონ. მომეცი. ტაისონ. ჩუ. მეგობრებო, მზე ჩადის, ცოტა ხანში დაბინდდება და რადგან დიდი გზა გვაქვს გასავლელი უკან, რამდენიმე კილომეტრი მაინც არის, ნიასთან ერთად დღეს დარჩენას არ ვაპირებდი. სხვა დროს წამოვიყვან დარჩენით. ახლა მცივ, ასე გაიძახის თუ. და ამასობაში მე ჩემცივდა, იმიტომ რომ მე რაც მქონდა, ეგეთ ნიასაცვია. მოკლედ, დავეშვებით. ჩავალთ მანქანასთან. თუ ეს ვიდეო მოგეწონა, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა მაგრად მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBA Worlds.